მოგესალმებით მეგობრებო ახალ ვიდეოში. თქვენთან არის ისევ სანდრო და თქვენ დღეს ამ ვიდეოში ნახავთ. Volgen Kaliman, I'm with Rico in the cold, like I'm living. Dark bitch, dark skin, tell her wigging. Music and some money, I'ma never stop wigging. Party till the morning, tell her never stop twigging. Hit me telegram, tell me good the cop and X. I be tryna talk, I said I fucking pop an X. Yeah, in the line, tell her drop a little fucking text. House keep tripping, but I'm never rocking Monster Rex. Mix the walk out with my sprite, tell it gelinate. Many bitches in my line, I need some niggas spray. Need acid when I cut the cushions having me. I'm smoking backwards, I'm rolling backwards like 20K. You gotta cover, got it fucking go. მოკლედ მოგიყვებით ახლა სად გავქრი ჯარს რომ მოურჩი სახში დავიწყე რემონტი მაგის კადრებსაც გაჩვენებთ Okay. Blacked out like a phantom. Your phone keeps having a tantrum. You won't boy got the party. This song your national anthem. Fuck gold, I'm on platinum. My bro sipping some magnums. Got girls flocking all over 'cause I'm young, lit and I'm handsome. We talk shit then I bang them. You're banned out to the mansion. You've never got no motion, lads. You've never got no action. Bitch, I'm all about me passion. Music, money and fashion. Drugs and girls come later. In the end, it's all a distraction. Okay. My girls on my back like why you smoke for? Hypocrites just turn it to a coke whore. Kate Moss fame, and my bitches need their own tour. She jealous of the fiends like why you always on the phone for? Been about bad and he called me. ავაწყე სეტაპი, საიდანაც თუ გაქვთ ინტერესი, თამაშობთ ხოლმე ბიჭები Counters და ღამის სტრიმებსაც დავამატებ არხზე და თუ გაგისწორდებათ კომენტარებში დამიწერეთ და ჩავამატებ სტრიმებსაც მოკლედ. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩათვალეთ ვიჯექი სახში და სახს ვუვლიდი ასე ვთქვათ და არც მუშაობდი და თან ასე ვთქვათ გავზარმასტიკიდეს და სულ კომპიუტერთან ვატარებდი მოკლედ დროს და თამაშობდი და მეც არაფერს არ ვაკეთებდი. ამის გამო მანქანაზე დიდად არც ქონა რა მუღამი მომბეს და სავითე ეგ პერიოდი მოკლედ და ვიდეოს გარეშე საბურავიც კი არ მაქვს შენაცვლელი რა. რაც ვიდეოებს აღარდებდი, ჩათვალეთ, რომ მანქანაზე არაფერი არ მაქვს გაკეთებული თქვენს გარეშე. შემდეგ უკვე გადავაწყდი პრობლემას, მანქანას ორ კვირაში ერთხელ ხოქავდი ხოლმე და გამყავდა ხოლმე ეგეც რომ მეთქი რამე არ დაზიანდეს, მაგრამ აი პრობლემას გადავაწყდი, მანქანამ დაიწყო გაბოლვა, დაიწყო ასევე ზეთის ძალიან უაზროდ ჭამა, ვიდეოს გარეშე დაახლოებით 4000 კილომეტრი მაქვს გავლილი და უამრავი ზეთი მაქვს მოკლედ დამატებული რა და ნუ დგომისგან იცის კლაპნის სანლიკებმა გამოშრობა და მეგონა რომ იყო კლაპნის სანლიკების ბრალი და დანარჩენს უკვე ვიდეოში ნახავთ რა პრობლემებს გადავაწყდით და როგორი სურპრიზები დაგხვდა. ეხლა მიმდინარეობს კლაპნის სანლიკების გამოწერა პირდაპირ 46-დან და ვნახოთ ჩამოსვლის შემდეგ უკვე რა იქნება. მოკლედ ადგილზე არის ჩვენი კლაპნის სანლიკები, გამოვიწერეთ უკვე და 15 სამუშაო დღე უნდა ხო ნიკუში? ანუ ჩამოვა უკვე ადგილზე გაჩვენებთ. მოკლედ ზღარბი იყო დაზიანებული, აი აგე ჩანს, აი ეს დეტალი, სტეკერი სადაც უნდა შეუერთდეს ეგ. ამ ადგილას უნდა იჯდეს უეჭველი რა, ეხლა შეძლების დაგვარად მოვარგე შესაბამისი შურუპი დავამაგრე რა. ხო და მანამდე იყო აი ამ ადგილას გათხრილი რა, ესე უხეშად რო ვთქვა, აი აქ იყო შეედებული და ანუ ეგ ძალიან ცხელდება და მანდ უყენია თავის ვენტილატორი და გამაგრილებელი. და თავის ადგილას რო არ იყო, მაგიტო იყო დაზიანებული. სორთავდი უბერავდა მხოლოდ როგორც არ უნდა მეწია, მხოლოდ ეს აი ხმა ხო გესმით რა. და ეხლა ნახეთ შედეგი. ამ ხელა ხმა აქვს და საკმაოდ ისეთ საკაიფოთაც უბერავს რა. ერთი პრობლემა მოგვარდა და ეს ნაწილიც დაზიანებული მქონდა. ეხლა საერთოდ მოხსნილი მაქვს ამასაც გაჩვენებ და ესეც შევიზინე მოკლედ და ნელ-ნელა აი დეტალებს მიუყვე მოკლედ და რა დაზიანებებიც მაქვს, მაგ ყველაფრის აღდგენა დავიწყე და ნუ მაგ არის მოხოდვა. რათი გვაქვს
აი ესეთ მდგომარეობაში არის მორყეული, მოფლანგული, ზანოში ჩადგები თავში გვხდება. მას უშლი, მანამდე ვათავისუფლებ, აი ამ ადილებს ჩატეხილი რაც ხურა წინაზე, ესე თნაიად რა. ამ შურუპს ეხა აქ ჩავარეზვებ და შემდეგ პლოსკოთი ამას ამოვაგლიჯავ და ის პლასმასები ამოყვება რა. ამის მოხსნას და ჩალიც, короче, ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, იმიტომ რომ იმას საშველი არ ქონდა და ესეთი გამოსავალი ვიპოვე რა, ვინმე თუ გამოგადგებათ, ანალოგიურად შეგიძლიათ თქვათ. აქაც არის ერთი ცალი ეგეთი შემთხვევა, ჩატეხილია და მაგასაც ეგრე აღმოფრავ. მოგლედ ამის დახმარებით ჩავედი მესამეშიც. რასაც ნახავთ დღეს წინა საბურავების აწყობას. ეს ადგილზე არის უკვე. ეხლა როგორც იცით, ზედს ვჭამთ ძალიან ბევრს, ზედს შევამოწევ, ეხლა თუ აკლია დავამატებ. სულ 100 გრამი აკლია ხოლმე მაგას გრამსაც ვამატებ, არასდროს არ მივლია ისე რაღაცა ლიტრა, რაღაც ეგრე კლებული იყო ამ ძრავზე, ეხლა შევამოწევ და ეს არ ეკლდება და წავედით. ეხლა ვულკანიზაციაში მოვედი და საბურავებს ვთვლით. თქვენ თუ შეძლეთ სპიტალეთზე აყენია უნდა ჩაი. იზეც. ახლა გავდივარ მეგობრებო, კლაპნის ანლიკები ჩამოვიდა, თითქმის ერთი თვე ველოდე, ძალიან დიდი ხანი დაჭირდა. აგერ ჩამოსულია, თუმცა კლაპნის ანლიკები, რაც გამოვიწერეთ. ხო და გავხსნით და გაჩვენებთ შემდეგ უკვე შიგნით როგორ დევს. Das Original. ესე იხსნება, ის უნდა ჩაიჭრა სავარაუდოდ კი. გავიხმაროთ ვიქტორინოვის ბრელოკი, რომელიც იდეალურად ლუდსაც იმაგრად ხსნი. აქ არის ჩვენი კლაპნის ანლიკები. ბერლინგის იმენა ვერ ნახეთ თბილისში. შეიძლება არის კიდევაც და მე მეშლება, მაგრამ ძალიან მეჭმეპარება რა. ეს გამოვიწერე დაახლოებით 48 ევრო ღირს, მე მგონი 1.5 აქციაში იყო და 8 ევროდ გამოვწერე. და დაждდა 80 ლარებში რა, ჩამოტანია ყველაფრიანად. ვიდეოში ამჩნევდით, ეს მქონდა გახეული. ესეც ზიზია, ყავი. სად ეხლა ეს წარმოიდგინეთ და სად ის. შევუწყვეთ, შევხედეთ და ხვალე დილით ვიწყებთ დაშლას. და სანამ დაიშლება მანქანა, ჯერ კამერით ჩავიხედებით ცილინდრებში და ხაზული რო არ იყოს, იმიტომ რომ ეხლა მაინც 50-50-ზე, იმიტომ რომ კლაპნის ანლიკების სველი რო არ იყოს, გამოდის რომ მე რაღაცა უბედურება ჭირს. სანდრო ეს ხმარო და დარხეული. მაგარი მდიდრები ვართ, ეს ლექსუსიც ჩვენია, ხოაზე ხარში. აგერა ჩვენი ლომი ბებერი, ეს ჩვენი დებილი ძმა. ხვალე ეს უნდა გავუკეთო. ჩემი მანქანა და ეხა ჩვენ მეორე ტროიკასაც ვამოწმებთ. პერდოკი და ხადაო. წავედით ჩვენი პიატით, აგერ ბეკას მიმყავართ. ხო და ხვალ, короче, გამოჩდება. 360 გრადუსი ჩვენ. მეორე დღე არის. ნახავთ ასევე კომპრესიას. და ვარემ ამ მანქანასაც გავაკეთებთ მოკლედ და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ეძმო, ნახე შემშვებში. იგი აქაც ხედავს ისველეს? ხო. ანუ ეს პორშინის გაწევა არის იმის ბრალ რო ეთხრეს იჩქარი გაუმაზე, ხო? ხო, ნუ სავარაუდოდ განამაზე. და მე თუდის შეხედია კვალიცა აქ რა. აი განშტოება ამ ადგილას, ხო? აი ნახე. შეხედე, აი ერთი ზოლი და მეორე ზოლი რა, ნაგარი როგორ არის გაკეთებული. ანუ აქ დანარტყამი აქვს, დანაწევი აქვს რა. რასაც ანუ ვერ ვიტყვით, აი ნახე აქეთკენ გამშვებზე, ხო რა. აი გამშვებით, არა, ნუ გამშვებზე არა, მაგრამ აი შემშვები. აქ რო რასპედვალი დიდი არის, უფრო მეტად იღება და ანუ შემშვებს უფრო ასწრებს რა. აი სისველი ნახე სად არის? უყურე, ანუ ბლოკის მდგომარეობას რაც შეეხება რა. ეხლა ხონი და რაღაცეები რო გითხრა აქ მეთქი. ნახაზები არა აქვს, მაგრამ არც ხონი არა აქვს რა, ნუ ეთყობა რომ ნამუშევარი ძრავია რა. ანუ კაი ნამუშევარია და რაღაცა. აი ნამუშევარია და თან ეხა ამდენი წელია ნამუშევარია რა. კი. ხო. ნუ გაწურვა და გილზიც გაიბერა ამ რამე რა და ეგ ვარიანტი. აი მოდი მესამეც შევამოწმოთ ბარად რა. ხოხსნა? ხო რა და ნუ ეხა სამცალში თუ იგივე პრობლემა გვაქვს. აუ ნეტა ისე თამეს, ესე იგი სხვაზეზე გადავედი თუ არა ეგრევე. აი რა როგორ არის? მე რეალურად
და რაღაცა ხერხები მე ანტირეკლამას არავის არ ვიკეთებ. მეც ეგრევა, კი, მეც ეგრევა. მე უბრალოდ ვამბობ იმას, ანუ რაც რეალურად მქონია პრაქტიკაში. ჩემს მანქანაში რამდენჯერ ჩამსხელი ჭამს და ხრება. ხო. ნიშნულობა არ აქვს მე ჩამსხად, როდესაც ტემპერატურებიც იდეალურად უჭირავდა, თორე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის შემომტანიც, გამტანიც, ვის რა შეება, როგორ შეება. უბრალოდ თავარია ჩემო ძრომა კარგად მუშაობს და ყველაზე კარგად ერგება რა და მე რო ესეთი მყავდა ანუ სტროკერი, მოვასხავდი ხოლმე 10-60, 60 პრობლემად მუშაობდა რა. შეგიძლია 5-40 ჩაასხა, მაგრამ აი როგორი რაღაცა არის რა. როდესაც ანუ ძრავს არემონტებ, ყველაზე კარგი ის არის რომ თუ სიტყვაზე პირობითად ვერ დააყენებ ზეთის ნახოს ახალს ღერძი ხა რაც არ უნდა იყოს 3-0 ღერძი ხა რო წავიდეთ და რო ვიაროთ რა როგორი კარგი იდეალური ღერძიც არ უნდა ვიშოვოთ რო წახვიდე შეამოწმები ნო ღერძებში სამოწმეს -2-3 სოტყა უეჭველი მოკლებული ექნება რა კი ნორმა ახალ კლატიშზე მუშაობს მაგრამ ქარხანა დამამზადებლის მიერ რაც გამოშვებული არის ანუ ის სტანდარტი ხო არ არის მაინც ხო და თან აქ მეორე ვარიანტი ხა ჩვენ კლატიშს ყიდულობთ მაგალითად ავტომატში ყიდულობთ ეგეტაში ყიდულობთ ვასმოში ყიდულობთ ერიკასთან რაღაცას ყიდულობთ არის კოლბენშმიტი იმპერი ასე შემდეგ ანუ მიკრომეტრი ჩვენ მაკლადის ხო არ ზონავთ ხო შეიძლება ანუ ნახე დასაშვები ნორმა თუ აქ შატუნის როლიქსა და ანუ კლადის შორის ზაზორი უნდა იყოს ქარხნად 0.5 სოტკა და უკვე გაზრდილი გვაქვს 0.8 სოტკამდე რა ანუ ზაზორი დიდია შესაბამისად ზაზორი დიდია სიბლანტე უნდა ავწიოთ რა უნდა შევასხათ 10-60-50 და ასე შემდეგ და ეხლა მაგრად რო ცხება ტემპერატურები რო არ არის ძრავზე დაწეული და ტემპერატურები არის დაწეული მაინც ამ ნაგრუსკებიდან გამომდინარე რომ აბუქსავდა ეხლა მეორეთი აგრანჩენიაზე რო გაკავდა ზონაში რო დგახარ შესაბამისად თერმული დატვირთვა მინიმუმი ხო რა თქმა უნდა კი უფრო კარგი იქნება რომ მაღალი დაშვების ზეთი ჩაასხა რეისინგი ნიშნულობა არ აქვს ამას ბიტურბო იქნება მიტურბო იქნება თუ ატმო იქნება რა საერთოდ ეგრეა პროსტა რა მაინტერესებს იცი ანუ 10-60 ხო არის ემების და ემს ხო დიდი ისინი აქვს ზეთის გამტარიანი ადგილები რა და ის ატარებს მაგას აი ნახე ხო და ზუსტად მაგაზია ხოლმე პრობლემა აი 0.20 აი B58 წერია 0.20 ხო მე ვასხა 5.50 უკვე ერთი წელი არანაირი პრობლემა არ აქვს რა ხო და რატო ანუ ერთადერთი რომ დავხოქავ უბრალოდ მანქანას ვაძლევ იმ საშუალებას რომ გაცხელდეს წავი რომ ანუ აბსოლუტურად ყველგან კარგად წავიდეს შეფოხვა რავი შეზეფხვა თუ როგორც ეძახიან და всё დანარჩენი პრობლემა არ აქვს რეალურად ანუ იმ რაღაცა ტემპერატურაზე სადაც მე ავდივარ თერმოდატვირთვამდე ანუ ის ზეთის წნევა უჭირავ ჩემ ძრავს რაც უნდა ეჭიროს რა всё აქ მეტი არაფერი პრობლემა არ არის რა და ზეთის მაგისტრალს რაც შეეხება რამხელა მაგისტრალიც აქვს იმს იმხელა მაგისტრალი აქვს 260 რა ხო ეგ არის თორე ახლა იდეაში რა შეზეთვის ფუნქციითაც მუშაობს ამ შეიკები იქ კი სხვანაირი ფუნქციით მუშაობს მაგრამ იქ ზეთის მაგისტრალში შემთხვევი და გაცხელებული ზეთი მაინც ყველა ვარიანტში გაქვს ასე რომ დიდად პრობლემა არ არის შეგიძლია ამ ძრავში ჩასხა ხო მე ამას პრაქტიკიდან კი მესმის კი რეგლამენტით ვიღაცა რას წერს ეგრე ზეთი 8H50-ში ძმაო გვეკუთვნის წვანე ზეთი მაგრამ ნებისმიერ დროს გამოუშვათ მთლიანად სისტემი და ჩავასხოთ ყვითელი ზეთი და არანაირი პრობლემა არ აქვს. უბრალოდ ერთი მეორე შევ ნაურიოთ. ხო. თორე ხა აი რო ქარხანამ რაღაცა ზეთი, ფერი მისცა რომ განასხვაონ და მაგაში 50 ლარით თუ რავი 100 ლარით ძვირს გახდეინებს რა. მარკეტინგული თემა. ადმინ ინჟინერები აწყობდნენ, ეხლა მარკეტოლოგები აწყობდნენ. მართალია. შემიძლია. მოხსენე ისე. ეხლა რომ დავქოხოთ, იცი რა სიცავს. აკაუროს ვეღარ დავინახოთ ის. ხო, აბა შეხედეთ რა. ვერსია. უბრალოდ შნელი სულაც და вообще არ როდებული ხო. აი. თარო შეება ხოლმე მე ეს კვამლი. მე მაღალაბაროძე ზანოშიც რო დგავარ და მანქანა უკარო მიღებ. მაღალაბაროძე არ ბოლავ საერთოდ რა. მაგიტო ვიფიქრე რომ მეთი კოლიცოები გადაჩენილია მეთი და. გადაჩენილია ხო კოლიცო? ნუ ოპერაციული კოლიცო დაზიანებული არ იქნება, მარტო სეპარატორი იქნება რა. სეპარატორია ზეთის კოლიცო, რომელიც მიმთვარი იქნება ეხა პრუჟინა აქვს. ხო. პრუჟინა არ არის, ეს გოფრი არის. ხო. და გოფრია და მე ზემოდან ორი კოლიცო და ის გოფრი იქნება უკვე ანუ მიმწვარი ზეთით ჩამხმარი. აჰა. მეგორებო დიმექსიდი და ეხა ანუ თვითონ პორშინზე რომელი კოლიცოც დგას ჩამწურავი ეგ არის მიწებებული და გამხმარი მოკლედ და დიმექსიდით ეხა უნდა ვცადოთ რომ
გავასუფთავოთ მოკლედ და გავახსნევინოთ რა, იმიტომ რომ კლადიშები ბლოკი არაა დახაზული და ყველაფერი არის იდეალურ მდგომარეობაში, რასპედლები, ტალკატელები, არაფერს ხმა არ აქვს და საათივით მუშაობს მოკლედ მანქანა. თორნიკემ დიდი ალბათობით ეშველება და გახსნის. აღარ გაბოლავს. უნდა ეშველოს. აუ რა მაგარი იქნება ჭი. სულ რო შესვამდე 2 ლიტრა დავამატო. მაინც მაწყობს რა ის რა. ასხავთ მოკლედ ეხა დიმექსის და ნახოთ რა სიზავს. შევი გადაუჭერთ და ველოდებით რა ხსნარი ასია შიგნით და ნახოთ რა სიზავს. ეხა ჩავასხით ის ხსნარი ნახეთ უკვე ვიდეოში და რა ვიცი ეს თუნდა გაიშვას და მოგვარდეს პრობლემა. რა ეგ პრობლემა თუ მოგვარდება, მე სვეჩებს დავაყენებ სხვას. ზეთ შეუცვლი 5.50 ჩავასხავთ და მაღალ ტემპერატურებსაც უკეთესად გამოკლავდება და მე უკვე შევხედავ რა ვიდეოშიც წეღანაც მე მგონი ვახსენე სულ რომ სიტყვაზე ლიტრა ნახევარი დაიმატოს შეცვლამდე და 5 გამატაროს მაწყობს ეს რავი მაინც რა ეხლა რამე არის ფიქრობ ის წამალი გამოდის და მაგითო გამოვიყვანეთ გარე დაგვაჯარიბო ნიმენად შველება რაღაცა ხოვობას მინიმუმს მაინც მოგცემთ რა ტესტ მე მგონი გაკეთდება. ნახოთ რა და როგორ იქნება. ჯერჯერობით ეხა კარგად მუშაობს. ეხა კიდე უნდა ჩავასხა, კიდე ერთ ხელაც გამოვრეცხავ, რომ ბოლომდე თავი დავიზღვიოთ მოკლედ და ნახოთ რა და როგორ წავიდე. ეხლა გავდივართ ლექსუსის ნაწილების საყიდად. პერედო კი არის ასაწყობი, ისეთი არაფერი ჭის მაგ მანქანას. კიდე გამოვრეცხავთ, ბარემ ბოლომდე თავი რომ დავიზღვიოთ. ეხა პატარა აჩქარების ვიდეო შემოგთავაზებ. თაკადის მანქანით. ვაპატიე ლუკინო. ხმა აქვს ძალიან კაი რა. კაი მანქანაა ლუკინო. მადლობა რომ ვათხოვე. მოკლედ კიდე გამოვრეცხეთ ეხლა ძრავი, კვამლი შემცირდა. ხო და ეხლა მანის ფილტრი მოაქვს, ლუკა გამოდის მანქანის ასაყვანად და ზეცაც შევცვლი, მოკლედ კარგ ზეთს ჩავასხა, მობილი უნდა ჩავასხა 5.50 ტემპერატურებს უკეთ იჭერს და ძრავის ხმაურის და რაღაცას უნდა შემცირდეს წესით. ხო და ვნახოთ რავი რა იქნება რა, თუ ისევ დაიკლო და რაღაცა და ასე შემდეგ უკვე სხვა ვიდეოებიდან გაიგებთ. ხვალე შორგზაზე მიწევს წასვლა, გავტესტავ და დავაკვირდები რას და როგორ იზავს, რამდენი კილომეტრს გაგვატარებს და ვაფშე სხვაობას მიცემს თუ არ მიცემს, რავი. იმედი მაქვს, რომ წესით სხვაობა უნდა გქონდეს. ეხლა დიდი ხმა ძრავს, იმიტომ რომ ჯერ ისედაც რანაირი ზეთები მესხა შიგნით და მე კიდე ეს სითხები რომ ჩავიდა და მაღალ აბაროც აღარ ვაძლევთ, იმიტომ რომ რამე რკინის წვეთ არ წავიდეს თავს ვიზღვით. თავის აბაროტით მოკლედ ეს ბოლი ეხა ის წამალი რა ჩავასხით, რომ გამოშრეს თავის აბაროტით ესე ველოდებით და რომ გამოშრება ეგრევე ზეთ შეუცვლი და რავი რა ის ხმა უნდა გაუქრეს წესით, კაი ზეთს ვასხავ და მაღალ ტემპერატურებს და იმედია გაუქრება, მაგასაც გადავიღებ უეჭველი დაქოქვას რა. და походу ეხა ეს რო გაშრება, ახალ სვეჩებსაც დავაყენებთ და რა ვიცი, იმედია რომ ყველაფერი კარგად წავა. მე კომპრესიასაც შევმოწევრო, თავი დავიზღვიოთ და ვაფშე ნასტროიკა ღირს სამძრავზე არ ღირს, უკვე აქ რესურსი, არ აქ რესურსი, მაგ ყველაფერს გავიგებთ მოკლედ ცოტა ხანში. ესეც მანის ფილტრი ეხლა ლუკა მომიტანა. აქ არ ქონათ, ამის გარდა იცით რომ არ ვაყენებ ხოლმე სხვას, იმიტომ რომ გერმანულია და კარგი და ნუ მოკლედ ესეც გვაქვს უკვე რა, სვეჩებს შევცვლით, ფილტრს შევცვლით, ზეთს შევცვლით.
ეხლა ვარ ზეთის შესასვლელად აქვე მაღალ აბაროტებს ვეღარ ვაძლევდი, იმიტომ რომ ხო აგიხსენით ძალიან გაწყალდა ზეთი პახუდოვამდე იხსანები ჩავასხი. აუ შეწყალივით ზეთი არის რა. კიდე კარგად მუშაობდა. რო არ დასტოკა. ამ ტალიც რავი. რაც ქონათ. ზაშტიკები აუყენისო. ხო, მე ესენი ვიყიდე, არ ეყენ არც ამას. Просто ის მევასია, მაგრამ ცუპთად რო არის რა. და ძრავს უწმინდა ხოლმე და ესენი რო არა წვიმაში რო გაივლი, უნდა გავრეცხო კი მიწერია სია მაქამის გაკეთებული წიგნი დაიწერება, იონი იმხელა და ტონიკები ხარისხებით გაქვს? კაი რომელიც აის დავაყენოთ რა. აი აი 17-ია კომპრესია პირველ წელიწადში. ანუ აი 16-ია. 17 კომპრესია პირველ წინში, მეორეში 16 და რაღაცა. ეხლა მესამეს მომეწევთ. მესამეს ციგივია. ჩემი მაგიტო არის ეს რო დადის. რა აწყით ხოლმე რა ქედი. მოუჭედი. მოჭი ბლოკზე ეგრეა. ხო. რა, კომპრესია მაღალი. Просто მაგდენი მენ არ გამიგია რა. მუშა კომპრესია, პირველი დარტყმა არის 8 და თავარი ახლა მუშა კომპრესია არის რა, საერთოდ პირველი დარტყმა. დიდი აი 116-ია რა. აი 100 იგივეა რა. პლუს. აი მეგობრებო, მივდივარ პადუეს გაუნდა ვნახო და თუ მომეწონა დავიღალე ამ ძებნით კაროჩე და დღესვე შეიძლება დავაყენო მოკლედ აქვე რა. იმენა დავიღალე ამდენი ხანია მინდა და გადამეკეტავსო, კიდია, წავედი. ვიდეოს ვაედიტებ ეხლა მეგობრებო. ეხლა რასაც თქვენ უკვე უყურებთ, ეს პროცესი არის დაახლოებით მინიმუმ ეხა 6 საათი არის უწვალობ ამ ყველაფერზე და კიდე დასაედიტებელი არის და თქვენზე არის უკვე დამოკიდებული შემდეგი ვიდეო როგორ დაიდება რა კომენტარების და ლაიქების მიხედვით და ნუ აქ უკვე ერთ კადრს გაჩვენებთ და შემდეგი ვიდეო რაზე იქნება ღირსებად ჩემი მანქანა და დაბალს ნახავთ რა. ვსო ეს სიტყვა დაგიტოვეთ ეხლა და წარმატებებს გისურვებთ და მალე შევხვდებით.